ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წლების განმავლობაში ზრუნავთ არსებაზე, ცოცხალ არსებაზე, მათზე ხარჯავთ თქვენ ფინანსურ, ემოციურ, დროით რესურსს და დღეს კი მოდის სახელმწიფო სამსახური იპარავს თქვენ ცხოველს და უკან არაბრუნებს. სათქრება მიკედლებული ძაღლები საქართველოდან. უკვე რამდენიმე თვეა არსებობს ეჭვი, რომ ცხოველები თავშესაფარში არ გადაჰყავთ. ხალხი პასუხს ითხოვს. ხშირია შემთხვევებიც, როდესაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და სურსათის ეროვნული სააგენტო პირებს, ვისაც ქუჩის ძაღლები ჰყავდათ, მიკედლებული არ აწვდიან ინფორმაციას ცხოველების ადგილსამყოფელზე. სამწუხაროდ 2025 წლის ივლისიდან, მას შემდეგ რაც საპილოტო პროგრამები ჩაეშვა, უკვე ათასობით ცხოველი არის გამქრალი სხვადასხვა ტერიტორიებიდან, როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან. მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სტერილიზაციის პროგრამა დაიწყო, ასობით ადამიანი იგივე ისტორიებს ყვება, რაც სრულიად საფუძვლიან და ლეგიტიმურ ეჭვს გვიჩენს, რომ სახელმწიფო სტრუქტურა გამიზნულად ცრუობს. იმის ნაცვლად, რომ ცხოველების მიტოვების ამ ცნობილ ტერიტორიაზე სახელმწიფომ განათავსოს სათვალთვალო კამერები, მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველებს ამ ადგილებში ტოვებენ და დააჯარიმოს ისინი, მათ სრულიად საპირისპირო გამოსავალი აერჩიეს. ცხოველებზე მზრუნველი მოქალაქეების ემოციური ტერორი და ძაღლების გაუჩინარება. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში უკონტროლო გამრავლების შედეგად ყავს იმაზე გაცილებით მეტი ძაღლი და კატა, ვიდრე მათი აყვანის მსურველი ადამიანია ქვეყანაში. ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთადერთ გზად კი სახელმწიფოს მხრიდან მიუსაფარი ცხოველების აღწერა და მათთვის სტერილიზაცია კასტრაციის ჰუმანური, საერთაშორისო და აპრობირებული მეთოდებით ჩატარებას ხედავენ. 2025 წელს საქართველოში დაიწყო მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია კასტრაციის საპილოტო პროგრამა, ავადსახსენებელი საპილოტო პროგრამა, რომელიც დამასრული პროფესიული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღემდე აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად, არასწორად და არაკანონიერად ხორციელდება. დღეს სახელმწიფო სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამას არ ასრულებს ჰუმანური მეთოდებით, უმეტესწილად არ მიყვება CNVR სტრატეგიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები და ცხოველმოყვარული აქტივისტები იუწყებიან, რომ უკვალოდ ქრებიან მათ მიერ მიკედლებული ცხოველები, მათ შორის უკვე გასტერილებული, საჭდიანი, აცრილი, ჯამთელი და უწყინარი ცხოველები, რომლებიც წლების განმავლობაში ზრუნავდნენ. დღეს სახელმწიფო ტანჯავს და მუდმივ სტრესში ამყოფებს პირველ რიგში ამ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში აკეთებდნენ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს. პატრონიანი ცხოველები ამ წუთამდე უკონტროლოდ მრავლდებიან, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ქუჩაში გაგდების მსხვერპლი ხდებიან. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არ არის შემუშავებული გამრავლების წესების ადეკვატური სტანდარტები და არ ხორციელდება კონტროლი. ცხოველების ჰიპერპოპულაცია რეალურად არის უკონტროლო გამრავლების შედეგად მიღებული ზედმეტი ცხოველების პრობლემა, რომლებიც შემდეგ ქუჩაში ხდებიან. რეალურად ამ პრობლემის მოგვარება არის სრულიად შესაძლებელი 5 წლიან პერიოდში, თუმცა იმის გამო, რომ ეს ხორციელდება აბსოლუტურად არასწორად და არათანმიმდევრულად და ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, ჩვენ ამდენი წელია წრეზე დავდივართ. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ ბიუჯეტიდან მიუსაფარი ცხოველებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი, მათი სტერილიზაციის, საკვებისა და თავშესაფრის მიცემის ნაცვლად მთავრობის მხრიდან არამიზნობრივად იხარჯება. არის შემთხვევები, როცა იმაზე გაცილებით მეტი იხარჯება გამოყოფილი ბიუჯეტიდან ადმინისტრაციულ ხარჯებში, ანუ ხელფასებში, რაღაც საწვავში, მანქანებში, დანამატებში, პრემიებში, ვიდრე კანონმდებლობით აქვთ უფლება. 25%-ზე მეტი სახარჯის უფლება არ აქვთ და იყო შემთხვევები, როცა 65, რაღაც 74% იხარჯებოდა ამ მიზნით და ცხადია, ეს თანხა აკლდებოდა მთავარ მიზანს, რაც არის მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირება. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ. ამავე მოთხოვნებით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა ამ დრომდე მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.